საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს კონსტიტუციური სამართალწარმოების გზით. რაც შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას და მათი დანიშვნის პროცედურას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით დანიშნული 9 მოსამართლისგან. მათგან საქართველოს პრეზიდენტის მიერ კომპლექტდება 3 მოსამართლის პოზიცია. 3 მოსამართლე აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/5-ით. ხოლო უზენაესი სასამართლო ნიშნავს 3 მოსამართლეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლებთან მიმართებითაც არის მოლოდინი, რომ მათ აქვთ უმაღლესი იურიდიული კვალიფიკაცია და მნიშვნელოვანი სამოსამართლო უნარები. შესაბამისად, ვისაუბროთ იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი, თუ მას სურს იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემდეგია. საქართველოს მოქალაქეობა 35 წელი და მეტი, უმაღლესი იურიდიული განათლება, მინიმუმ 10 წლიანი პროფესიული გამოცდილება, გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ პირველადად გამწესება. არსებითია აღენიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლებზეც ვრცელდება იმგვარი გარანტიები, როგორიცაა მოსამართლისთვის დამოუკიდებლობისთვის ხელშეშლის აკრძალვა, მოსამართლის შეუთავსებლობა, მისი და ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოსამართლის ხელშეუხებლობა. თუმცა, საერთო სასამართლოთა სისტემისგან განსხვავებით, მოსამართლისთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში სწორედ მინისტრის ხდება მიმართვა. მიმდინარე ქვემოდულის ფარგლებში აუცილებლად უნდა შევეხოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს და ფუნქციებს, რამდენადაც მათი წარმართვა ქვეყანაში ამკვიდრებს კონსტიტუციურ წესრიგს და გრძელვადიან პერსპექტივაში გვაგროვებინებს დემოკრატიული მმართველობის გამოცდილებებს. კომპეტენციების კუთხით პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ნორმატიული აქტის კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის შეფასება. კერძოდ, საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეფასდება, თუ სარჩელი შეტანილია ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის მიერ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის წევრთა მინიმუმ 1/5-ს ან მთავრობას შეუძლია ნორმატიული აქტის ზოგადად კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შეფასების დაყენება საკონსტიტუციო სასამართლოს თხის წესრიგში. საერთო სასამართლოებს შეუძლიათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინების გზით მოითხოვოს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმება, რომელსაც იგი ამა თუ იმ საქმის გადაწყვეტისას იყენებს. აქვე უნდა აღენიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოთა სისტემა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტებია და ერთი მეორეზე იერარქიულად მაღალი არ არის. არსებითია საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება განიხილოს ეგრეთ წოდებული კომპეტენციური დავები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს შორის. ამგვარი ინიციატივა შესაძლებელია დააყენოს მაგალითად პრეზიდენტმა, პარლამენტმა, მთავრობამ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, გენერალურმა აუდიტორმა, სახალხო დამცველმა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს ასევე პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობას, პრეზიდენტის, მთავრობის ან პარლამენტის წევრთა მინიმუმ 1/5-ის მიმართვის საფუძველზე. გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის, რეფერენდუმის ან არჩევნების საკითხების ირგვლივ და კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე. საინტერესო ჩანაწერია კონსტიტუციაში ასევე საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებით. კერძოდ, არჩევნების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები არ შეიძლება გამოცხადეს არაკონსტიტუციურად საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ კი შესაბამისი ნორმები არ იქნა მიღებული არჩევნებამდე 15 თვის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ასევე აღენიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არის საბოლოო, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციური აქტები ან მათი ნაწილები სამართლებრივ ძალას კარგავენ გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, თუ კი თავად ამ გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული შემდგომი ვადა. მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტიანობა დაკავშირებულია ასევე პროკურატურასთან,
რომელიც საქართველოს კონსტიტუციური ჩანაწერის მიხედვით ფუნქციონირებს დამოუკიდებლად და მკაცრად იცავს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. რაც შეეხება მის ხელმძღვანელობას. გენერალური პროკურორი აირჩევა პარლამენტის მიერ 6 წლის ვადით, საპროკურორო საბჭოს წარდგინებით. ეს პროცესი რეგულირდება ორგანული კანონით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურა ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე და ყოველწლიურად მას წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს. აქვე განმარტოთ, რას წარმოადგენს საპროკურორო საბჭო. აღნიშნული არის 15 წევრისგან შემდგარი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს პროკურატურის დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და ეფექტიან საქმიანობას.